ებელია ისინი განიხილავდნენ, მაგრამ ეს რაში აწყობთ? პროდუქტი უნდა გაიყიდოს მათ აუდიტორიაზე, ეს არ არის გაკეთებული, ეს ნაბიჯი თუ გადაიდგმება, ეს არ გადაიდგმება სხვა აუდიტორიისთვის, მათ ამომრჩევლისთვის და მათი აუდიტორიისთვის უნდა გაიყიდოს ეს პროდუქტი. ქულებს ივანიშვილი, როგორც შემწყნარებელი, მათ შეუძლია ესე დიდსულოვანია, რომ ისეთ მის ყველაზე სასტიკ ოპონენტებსაც კი ასე მოექცეს და რაღაცა გზა აბნეული ადამიანები, რომლებმაც რაღაცა შეაცდინა ვიღაცამ, თქვათ, ჩაიდინეს, დაუშვეს თავის ახალგაზრდობით შეცდომა და ამ გულკეთილმა ადამიანმა ეს ხალხი შეიწყალა. ეს შეიძლება ასე უნდოდეთ ამ პროდუქტის გაყიდვა, ოღონდ ეს არის იმ აუდიტორიაში გასაყიდი პროდუქტი, ამიტომ ეს არ არის თქვენზე პირადად თუ გაინტერესებთ ან სხვაზე გათვლილი ეს არის მათ ამომრჩეველზე, რომ უფრო მეტი ხოტბა, უფრო მეტი დიდება, რომ როგორი კეთილშობილია და მას ეს შეუძლია მას შეუძლია თავის თავზე მაღლა დადგეს და ესეთი მაგრამ რაში სჭირდება, რამე კრიზისი აქვს მის აუდიტორიასთან, ლევან, როგორ ფიქრობთ? საერთოდ ამ ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ, სხვისთვისაც საკვები სჭირდებათ და უბრალოდ რაღაცას უჭირდებათ მათ გასადიდებლად, ეს ბუნება არის. ვინც თავისი პირადი თავის პირად კულტს ზრდის ხოლმე და ასაზრდოებს, მათთვის ეს რა თქმა უნდა ყოველთვის მნიშვნელოვანი არის, ხო? დაწყებული თქვათ რაღაცა ხელნაწერებით, რაღაც თქვათ სხვადასხვა ქველმოქმედებით და დამთავრებული თქვათ ასეთი გულკეთილობით და შემწყნარებლობით. ეს პირადი კულტის გასაზრდელად ყოველთვის საჭირო არის ასეთი პროპაგანდა და ესეთი ნაბიჯები, რომ ეს გაიზარდოს მათი პირადი კულტი და ეს თქვათ იმ კულტის სექტაც ასაზრდოს, იქაც სჭირდება ვიღაცას აი ობივატელსაც და თქვათ აი ყოველდღიურობაშიც ხო ჭირდება მის მხარდამჭერს თქვათ ესეთ ფანატიკოს თქვას რომ სადღაც გარემოში რაღაც საჯარო ტრანსპორტში ან სამსახურში ან სადმე რომ ილაპარაკოს მასაც ხო ჭირდება სალაპარაკო პროპაგანდას საშუალებები ხო ინსტრუმენტები ხო ჭირდებათ ამ ადამიანებს რომ ეხა კარგი რა ვიღაცა რომ მოუტრიალდეს რომ თავი დაგვანებე რომ იმან უთხრას კი არ დაგანებეთ ხო ხედავთ აი ეს გააკეთა ამ კაცმა და ხო მაგარი რაღაც გააკეთა იმიტომ რომ ციხიდან ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადამიანის გამოშვება ეს აქტია აინც აქტი არის ჰუმანური აქტი არის ეხა ვიღაცა ამას ხელს მოაწერს შეიძლება ამსეთ აქტებზე არც უდოზე საჭიროა ხელმოწერა და არც შეწყალების აქტზე ანუ ისეთ შეუულიათ. ბუნებრივია ხა ეს ადამიანები რომ ამას ხელს არ მოაწერენ და თვითონ არ ითხოვენ, მithumetes ახლა რაღაც არც ისეთი დიდი დრო არის ხა რამოდენიმეს აქვს ძალიან დიდი თქვა თორე დანარჩენს როგორც გვახსოვს ერთ წელიწადში ისედაც გამოვლენ ეს ადამიანები, ხო? უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში. პროტესტის კუთხით შეიძლება იყოს თუნდაც აი რაიმე გათვლა, რომ აი რაღაცა კიდე ყველანაირად ხო ცდილობენ პროტესტის გაქრობას, აი რაღაც ფორმით კიდე უფრო ეხა A პუნქტიდან B პუნქტში რომ ადამიანი გაივლის, ახლა პროტესტი ეხა შეიძლება ადამიანი ქუჩაში არ გადიოდეს, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ პროტესტი არ კონდეს. ანუ ეს არ მოქმედებს. მოუბრუნდება თუ არა გული ადამიანებს ივანიშვილისკენ ამ საქციელით? არ ვიცი. ვერ გეტყვით, ეხა ეს ინდივიდუალურია. მაგას არ ვკითხულობ, მაგრამ პოლიტიკური პატიმრების ამბავი იმდენად პრობლემურია, ასე ვიკითხავდი, რომ აი თითქოს აი ამ რაღაცა პრობლემის განეიტრალება, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად შეამსუბუქებს თუ არა ბრას თუნდაც ივანიშვილის მიმართ. ანუ ადამიანებს თუ გააზრებული აქვთ ბრაზი, ეს ხო ინდივიდუალური შეგრძნება არ, ვიღაცა შეიძლება მოუტრიალდეს, ვიღაცა შეიძლება პირიქით ახლანდელი მხარდაჭერი აღარ იყოს მხარდაჭერი, ამას ახლა ჩვენ ახლა მასაში ეს ემოციები როგორ იქნება აღქმული, ამას სხვა ანალიზი ჭირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ თქვა ადამიანებს, ვინც არიან შეპყრობილი თავისი პირადი კულტის განდიდებით, ამ ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ ეს პოლიტიკური პროდუქტი და ეს ერთ ძალიან კარგი პროდუქტი არის პირდაპირ გეტყვით, ანუ გასაყიდად იმ აუდიტორიაში, სადაც ხდება ამ კულტის ზრდა და თქვათ განოყიერება ამ ნიადაგის, იქ რა თქმა უნდა ეს იქნება კარგი პროდუქტი. კი ბატონო. და ლევან, მინდა რომ რაღაცაირად გადავიდეთ წლის შეჯამებაზე და მინდა რომ რაღაცა სხვაობებიც დავინახოთ, სად ვიყავით 1 წლის წინ ამ დროს, რა მოცემულობაში ვიყავით, მაშინ იყო ეს ღრმა კრიზისი დაწყებული, რაღაცა 28 ნოემბრის შემდეგ, აი ეს იყო უკვე ის პერიოდი, როდესაც ვხედავდით ძალადობას, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და ასე შემდეგ და აი
სად ვართ დღეს, რა გვასწავლა აი ამ ერთმა წელმა, რა გვაჩვენა პოლიტიკურად და რა გველოდება წინ, ანუ აი რაღაც აი რამე სიახლით უნდა დაიწყოს თუ არა მათ შორის. მე არ ვიცი ხა რა სიახლე იქნება, ეს სიახლე და ამ შეიძლება გარემო შეცვალოს, ეს არის უხეშმა შეცდომებმა ხელისუფლების და დრომ, უბრალოდ დრო თავისას მოიტანს მაინც. ეხლა სანამდე მივიდა ეს პოლიტიკური კრიზისი, სანამდე მივიდა პოლიტიკური პროცესი, შევიდა ჩიხში, ძალიან დიდი შეცდომები დაწყებული თქვათ მანდატების არ გამოყენებით რაღაცა ეს და კულმინაცია ხო მაინც 4 ოქტომბერი იყო, რომელმაც მომაკვდანებელი დარტყმა მიაყენა ნებისმიერ ოპოზიციურ მოძრაობას, ნებისმიერ პროტესტს და ყველაზე დიდი კომფორტი რაც იყო, ეს იყო 4 ოქტომბერი დაწყებული თქვათ ბოიკოტით, რომელიც იყო თავიდან ბოლომდე მავნებლური, თავიდან ბოლომდე იყო ორკესტრირებული, ანუ ქართული ოცნების სურვილით იყო ეს ორკესტრირებული და ნებსით უნებლიეთ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების სიბრიყვით ან განზრახვით იყვნენ ამ პროცესში ჩართული და კულმინაცია ძალიან მარტივი იყო, როდესაც ხელშესახებად მარტივი არის, როდესაც 300,000 ხმით 4 დიდი ქალაქი ქართულმა ოცნებამ წაიღო, 300,000 კაცი მარტო თბილისში არ მოვიდა, ის ხალხი, ვინც ყოველ წელს დადის, ანუ თვითმმართველობის არჩევნები ყოველთვის არის ხოლმე არჩევნები, სადაც ადამიანები სადღაც 10%-ით ნაკლები მიდიან ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე და აი ყველაზე ცუდ არჩევნებშიც კი აი მაგალითად 2014 წლის მერობის არჩევნებზე ხა მე ბოლო პერიოდს ვლაპარაკობ სადღაც 480,000 კაცი იყო მისული ყველაზე ცუდ არჩევნებში ანუ 21-ში უფრო მეტი იყო და 17-შიც უფრო მეტი იყო და აქ საოცარი ციფრი იყო ხო რაღაცა 250,000 კაციც არ იყო მისული ამიტომ ანუ ამ პოლიტიკური მოცემულობით იმ ხალხით ეხა ვინც აყვა ამ პროცესს და აყვნენ ეხა ნუ გაიმარჯვა ამ ხაზმა ამ პოლიტიკურმა ხაზმა ჩვენ ვერ დავარწმუნეთ იმიტომ რომ ჩვენი რესურსი ამას არ იყო ყველაფერი ჩართული იყო თითქოს ეხა ამ ხალხს ეგონა რომ არჩევნებზე რო არ მოვიდოდნენ მეორე დღეს ან ციხების კარები გაიღებოდა ან რაღაცა სხვა პოლიტიკური რეალობა და დადგა იმაზე უარესი პოლიტიკური რეალობა შეიძლება ეს უფრო დაიჯერეს ვიდრე ის რომ არჩევნებზე რომ მივიდოდნენ ან ციხების კარები გაიღებოდა როგორც თქვენ ამბობთ ან სხვა რეალობა და ახლა წარმოიდგინეთ პოლიტიკური რეალობა საქართველოში სადაც რუსთავის, თბილისის, ბათუმის და ქუთაისის მერი არის ოპოზიციონერი რა თქმა უნდა სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა სხვა ემოცია იქნებოდა და ქართული ოცნება 10ჯერ და 20ჯერ უფრო სუსტი იქნებოდა ვიდრე დღეს არის და ოპოზიცია შესაბამისად უფრო ძლიერი იქნებოდა. ეს ვერ დაიჯერეს. რა არ ჯეროდათ ლევან ამ არჩევნებში? არა, არ ჯეროდათ რა, ამაში ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა, ანუ ეს იყო, ამაში ფული ჩაიდო, ამაში ენერგია დაიხარჯა, ამაში რესურსი დახარჯა ხელისუფლებამ. სამთავრობო რესურსიც დახარჯა და თავისი რესურსიც დახარჯა ალბათ ვინც ყავს ოპოზიციაში, იმიტომ ეს შეიკრა ეს 4 ოქტომბერს კარგი არჩევნები ჩაატარა ივანიშვილმა? 4 ოქტომბერს შეიძლებოდა თბილისის მოგება გარანტირებულად. ანუ მე ამაში დარწმუნებული 100%-ით გარანტირებულად. შანსი, არანაირი შანსი არ ქონდა. ანუ იმ გაყალბების რესურსითაც კი არ ქონდა შანსი. უბრალოდ აი წარმოუდგენელი ამბავი იქნებოდა ქართული ოცნების მხრიდან არჩევნების მოგება. ფიზიკურად არ ეყოფოდათ არაფერი. არის რაღაცა ზღვარი ისეთ რეჟიმებშიც კი, როგორც ეხა ეს რეჟიმი არის. რაღაცა ზღვარი არსებობს, რომლის გაყალბება შეუძლებელია. შეუძლებელია 15 და 20%-ის მანიპულირება ისეთ ქალაქში, რომელიც არის სხვა რესურსებია, ხო აქ ინფორმაცია სხვანაირია, მობილიზება სხვანაირია. ეხა რა თქმა უნდა, ნებისმიერი პარტია გაცილებით უფრო მზად არის თბილისში საბრძოლველად, ვიდრე თქვათ სხვა პატარა ქალაქში რესურსიდან, ადამიანური რესურსიდან გამომდინარე. ამიტომ დღევანდელი განმოსახედით ეს შეცდომა კი არ იყო. დანაშაული იყო და ის ადამიანები, ვინც ამას აქტიურად მხარს უჭერდნენ, დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე იგრძნობენ იმ პასუხისგებლობას, რითაც უბრალოდ ხონჩაზე მიართვეს გარანტირებულად მშვიდობიანი, უპრობლემო წლები ივანიშვილს რაღაცა მართლობაში ყოფნის, ან თვეებით, ან წლები, მე ვფიქრობ, რომ რამოდენიმე წელია. ეხა ეს ადამიანი ძალიან კომფორტულად იქნება და იმიტომ ფიქრობს ეხა აი ამ აქტებზე, თავისი პირადი კულტის გაზრდაზე, რომ შეუძლია უკვე. აი, ნახეთ, კეთილი, რატომაც არ შეუძლიათ ეხა კეთილი თოვლის როლი ითამაშოს იმ აუდიტორიისთვისა, ადამიანმა ახალგაზრდა ხალხი გამოუშვათ ციხიდან. ცუდი პროდუქტი არის პოლიტიკურად მისთვის, რა თქმა უნდა, კარგი პროდუქტი არის. ეს მოცემულობა არის ახლა. ხო, მაგრამ მაინც ყველამ რაღაცნაირად ბრძოლის თავისი გზა აირჩია ლევან. არა, ანუ აი მაგალითად არ ვიცი, თქვენ შემთხვევაში თქვენ თუ გჯეროდათ აი რომ არა, ნახეთ, ბრძოლა ერთია, აქტივიზმი ერთია, მაგრამ როდესაც საქმე ეხება
პოლიტიკურ წინდახედულობას და გამსჭრიახობას ამ ადამიანებმა, ამ პოლიტიკოსებმა აჩვენეს ძალიან არასწორი გამჭრიახობა, ანუ საერთოდ ვერაფერი ვერ გათვალეს. კი ბატონო, ამას პასუხისგებლობაც აიღეს და დღეს ციხეშიც. არა, ციხეზე არ არის ამბავი, ზოგადად ამბავი არის ჩვენ სად ვართ? ჩვენ ხო ამაზე ვსაუბრობთ, ანუ ჩვენ ხო 25 წლის ბოლო არის, 26 წელი. ხო, მაგრამ იმათი ბრალია, რომ იმ ადამიანების, პოლიტიკოსების ბრალია, ვინც სხვა ადამიანები დაარწმუნა, რომ არჩევნებზე მისვლას აზრი არ აქვს და დღესაც კი ბევრი ადამიანი ამას გაიძახის, რომ არჩევნებზე მისვლას აზრი არ აქვს. თუ არჩევნებზე მისვლას აზრი არ აქვს, მაშინ რა რევოლუციასა აქვს აზრი, რომელიც საბოლოოდ არ შედგება ამოცემულობაში, ამის რესურსი არ არსებობს. ამას ხო უსაფუძვლოდ ლევან არ ამბობენ ადამიანები, ხო? არჩევნებზე მისვლის აზრს რომ ვერ ხედავენ. ზოგი ამას ამბობს. სუდი არჩევნების გამოცდილება არის რეალურად, ხო? რის გამო? ანუ ალტერნატივა ხო უნდა შეთავაზო. ანუ ესე ხო არ არის, რომ აი მოდი არჩევნებზე არ მივდივარ და მოდი რას თავაზო? ქუჩაში რამე ანახეს? რამე გამბედაობა დადეს 4-ში შევიდნენ, გადმოატრიალდი. იქ შევიდნენ, იქაც ვერ შევიდნენ, რა. ბოლოს ნახოთ 10 სპეცნაზელი იდგა და 100 კაცი ვერ შევიდა. მაგაზეც ვილაპარაკ. თუნდაც იმ სადაც გადაწყვიტეს გადახტომა და რაღაცა უბედურების გაკეთება, ხო? თუ აკეთებ რაღაცა მაინც კარგად გააკეთე. ან თუ არ აკეთებ, მაშინ თქვი ალტერნატივა რა არის? ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არჩევნების ალტერნატივა არ არსებობს. ამ მოცემულობაში არ არსებობს. გამოვიდა დიდი ჯგუფი ადამიანების და თქვეს, რომ ჩვენთვის ალტერნატივა არის მშვიდობიანი დამხობა და დაამხეს კი არა რაღაცა ზედმეტად 60 კაცი დაამატეს ციხეში. ის ხალხი ხო იტანჯება იქაც, ხო? ვიღაცამ ხო წააქეს და ესე ხო არ არის მარტო რომ ის მარტო იმას უნდოდა კაცო. არც თქვენს არჩეულ გზას არ მოუტანია ლევანო წარმატება. მოსულიყო 200.000 კაცი და განახებიდი თუ არ მოიტანდა არჩევანს, ეს ხალხი არ მოვიდა. პირდაპირ გეუბნები, იმიტომ რომ იმუშავეს, ანუ უნდა თქვენც იმუშავეთ. თქვენმა ტელევიზიამ და თქვა ტელევიზიამ გონიათ დააკელით ამ პროცესს. თქვენ ხარს უჭერდით, რას გულისხმობ და მთელი აი ამ თვეების განმავლობაში ეუნებოდით ადამიანებს, რომ არჩევნებზე არ მისულიყო საერთოდ რომელიმე წამყვანი აქ რა თქმა უნდა, ვინად გითხრათ ჩამოგითვალო წამყვანები არ მინდა ძალიან უხერხული არა უხერხულზე არ არის თქვენი არ ვიცი ლევანო არ ვიცი მე არა უნდა თქვათ ეს ავიცი ახლა შეიძლება ადამიანს მათ შორის ჟურნალისტსაც კონდეს მისი და აქვს ამის უფლება სუბიექტური ხალხი არ მოკავდა დამოკიდებულება პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით მაგრამ არჩევნებში გასვლას ეთერებში არ ეპატიჟებოდნენ კაცო ახლა ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა ამ თქვენ არ დაგახარიას გუნდი არ დადიოდა საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ და მარტო მოკავდათ ის ხალხი ვინც ბოიკოტს უჭერდა მხარს ვერ დაგეთანხმებით რას ვერ დამეთანხმებით ეგრე იყო ეს ტრენდი იყო ტენდენცია იყო ეს თქვენ თუ გალაპარაკებდით როგორც არჩევნების მომხრეს რა პრობლემა იყო რომ რიგით რო ქალაქესაც რა პრობლემას წარმოადგენდა გვერდი ხო მაგრამ საქმე რო გქონოდათ რესურსი ჩვენც აგვივლიდით გვერდს იმიტომ რომ აი არ მახსოვს ახლა შეიძლება კონკრეტული სახელები და გვარები ვერ გავიხსენო, მაგრამ ყოლია მე ამ ეთერში ადამიანები, რომლებიც ემხრობოდნენ თქვენს არჩევანს. მედიად მუშაობდა რაღაცა არ მიხვიდი არჩევნებზე, გამოდი ქუჩაში, ეს იყო ძალიან მარტივი ხა. ეს თქვენ თუ მეუბნებით, შე როგორ უყურებ ამ შეფასებას, მე ასე ვუყურებ. მე ის კი არ ვამბობ, რომ რაღაცა. უბრალოდ ამ აზრმა გაიმარჯვა და ამ აზრმა მოიყვანეს პოლიტიკური პროცესი ჩიხში. ხო, ეს გამარჯვებია ქართულ ოცნებას და ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, იმის მაგივრად რომ გაიაზროს და თქვა რომ ეს იყო შეცდომა. კიდე ამბობენ რომ მართლები იყვნენ, როგორ იყავით, კაიკაცო მართლები ათეულობით ადამიანი დაემატა პატიმარი და კიდე პროცესი არის ჩიხში შესული და ხელებში უნდა უყურო. ეხა ის რა გადაწყვეტილებას მიიღებ და უნდა ვილაპარაკოთ, კეთილი კაცი არის თუ არა, ესა ყაველაშვილი წლის ბოლოს ამას იზავს თუ არ იზავს. მათკენ აგდია ეხა. ხო, მაგრამ ლევან, ეხა თქვენ რომ მომრჩეველი ვერ დაარწმუნეთ რომ არჩევნებზე მისულიყო, ეს ჩემი პასუხისგებლობა ან ჩემი პრობლემა რატოა? მე ხო არ გეუბნებით როგორ არა გეუბნებით რომ თქვენ ამაში მონაწილეობას იღებდით და სიტყვაზე ვამბობ 5-დან 80 მე ვაშუქებ დაითვალეთ თქვენ რა თქმა უნდა დავითვალე რა თქმა უნდა აი ესე არის დათვლილი ყველაფერი ვინ რა როლი და რანაირად შეასრულა მაგას გეუბნებით ჩემი გადმოსახედიდან მე ვერ დავარწმუნე გეთანხმებით ვერ დავარწმუნე მე ვერ დავარწმუნე იმიტომ დიდი იყო ჩართულობა იქითაც ქართული ოცნების რესურსი იყო ამაში ჩადებული
თავისი აგენტურით, თავისი სიგიჟეებით და ზოგი მათ შორის კონკრეტულად ამ არხსაც სხვა შინაარსის ბრალდებებიც მიუღია, მათ შორის კონკრეტულ რაღაცა პარტიულობასთან დაკავშირებით, სწორედ იმ არგუმენტის გამო, რომ რაღაცა ხან იმას აბრალებდნენ. ანუ უარყოფთ, რომ ეს იყო მთავარი ამბავი, ეხლა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ არჩევნებზე არ მიხვიდეთ, ამაში იმდენი სიუჟეტი. არ ვიცი, მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ეთერებზე და არ ვიცი, კვირაში არის 7 დღე და 7 დღეში 6 ეთერი გამყავს და ამ 6 ეთერის განმავლობაში ყველა ეთერზე ვარ პასუხისმგებელი, რომ არც ერთ ეთერში არ მქონია პროპაგანდისტული ხაზი, რომ ამორჩეველი ან არჩევნებზე მისულიყო, ან არ მისულიყო, როგორც შენ გასაუბრებდი, ისევ ასაუბრებდი, არ ვიცი, მურთაზ ზოდელავასაც და სხვებსაც. ერთი იმას ამბობდა, მეორეს ამბობდა და ეხა ვინ როგორ მოახერხეთ ამორჩევლის დარწმუნება, ეს ჩემი პრობლემა არ მგონია იყოს. პრობლემა არ იყო, მაგრამ თქვენ ძირითადი ხაზი იყო ის, რაც საბოლოოდ შედეგი აქ ვართ მოსულები, ანუ ყველაფერმა ერთად მოიტანა ეს მოცემულობა, მეტი კი არაფერი არ არის ამაში პრობლემა. მაგრამ ადამიანებს უჭირთ ხოლმე თავიანთი იმის აღიარება. ეხლა ჩვენ ვაღიარებთ ჩვენ. აი რას თქვენ რა იყო, აი რას აღიარებთ? შეცდომა იყო პარლამენტში არ შესვლა თავიდანვე. ეხავე ვამბობ, შეცდომა იყო ქარტიაზე ხელის მოწერა. თუ ვახევთ უკან ჩვენ ამბებს, ხო? ბევრი რამე დაუშვით შეცდომა, მაგრამ ამას ვაღიარებთ, მაგრამ ის რომ თქვა, ეს ყველაფერი სწორი იყო, ამას სწორი პოლიტიკური პროცესი მოიტანა, არ მოუტანია სწორი პოლიტიკური პროცესი, ამაზეა საუბარი. უხერხული კი არ არის რაღაცებს თვალი გაუსწოროთ. არის თუ არა სუსტი დღეს მოცემულობა, არის სუსტი მოცემულობა, ძლიერია თუ არა, თავის თავში დარწმუნებული თუ არა, ხელისუფლება არის, რა თქმა უნდა, დარწმუნებული, იმიტომ რომ 200.000 ხმით თბილისი აქვს მოგებული და 300.000 ხმით ბათუმი. 50.000 ხმით მოიგეს ქალაქი ბათუმი, წარმოიდგინეთ. 50.000 ხმით ლამის. არ არსებობს ეგეთი რაღაცეები, ხო? არ შეიძლებოდა ამის გაკეთება და რადგან თქვენ კითხვა დამისვით რა სადამდე მოვედით, აქამდე მოვედით და ეს არ არის უხერხული ამაზე ლაპარაკი. მეტი არაფერი. არ მე უხერხულებია.